სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? გავიხვიცე როგორ ციკრად, ციცილებით ვნახე, გუჩი მიყიდეთ ბევრი ციცილები და ხოდა დღეს გავარდი უცბად ვნახე რა ხდება მეთქი ციცილებთან, რამე ხო არ მოხდა თქო. ხოდა მეგობრებო, ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ გამოსვლის მეშვიდე თავი. ხო მოგწონთ ახალი აფგარი ვარ, აი ახალი და ახალი. მეგობრებო, ეხლა საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ, დაკეტე დედიკო კარი რა. კაი, ხელი დაიბანე? ხო. დაიბანე რა. რა ხდება ეხლა მეგობრებო? მოკლედ, საინტერესო რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის და ეხლა საინტერესო რაღაცა მოხდა და უნდა გითხრათ რა. ჩემი წინა ვიდეო კი არა და ჩემი წინა პოსტი, აი ეს პოსტი მეგობრებო. აი ეს პოსტი საინტერესო რაღაცას აჟღერებს და სხვათა შორის გაჟღერება არის ასეთი, როდესაც კაენი წავიდა ედენიდან, ის წავიდა თურმე ბასიანის მახლობლად, თუ ბასიანის ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით ნახეთ რა, ჩემს რომ მორჩებით ამ ლაივს, ჩემს ვიდეოში ჩასკროლეთ, Facebook-ზე ჩასკროლეთ და ნახავთ იმ პოსტს რა. და 17 საათის წინ არის დაპოსტილი. ეს იგი რა ხდება? აქ ხდება ერთი რამ რა. რამდენი საათია გასული? იმას მერე რაც მე გუშინ ვიდეო ჩავწერე, ეხლა ვეკითხით. 4 10 11 12. ესე იგი პარალელურად ხდება ეს ყველაფერი მეგობრებო, როგორც ჩანს. გამორიცხულია რომ ამ ადამიანს ჩაეწერა 17 საათის წინ ის, რაც მე ვისაუბრე შემდეგ ბიბლიაში. გამორიცხულია. ეს მოხდა პარალელურად. მე ვერ დავარქმევ ამას, რომ ჯერ ჩემი ვიდეო ნახა და მერე დაიწყო მან საუბარი, მაგრამ პარალელურად ხდება კარის გახსნა. წავით ახლა მეგობრებო, ჩვენ გავაგრძელოთ. აუცილებლად მე მინდა რა დროზე დავამთავროთ ეს წიგნი. მინდა ბევრი რამე მინდა. მეგობრებო, ძალიან საინტერესოა ვიღაცა ახალი მეგობრები შემომიერთდნენ და რატო არ მომატებო ინტელექტი და ჭკუა არ ყოფნის იმისათვის, რომ ეთქობა დავამატო და მეგობრებო, ნუ გეწყინებათ რა, ეგრე აი ნახეთ, ინტელექტი და ჭკუა რო არ მქონდეს, ხო შემოკარგებო. გავასუფთავოთ. თქვენ აქ არც იქნებოდით და არც მომისმენდით და მით უმეტეს არ მთხოვდით აი აქ ეთერში შემოვარდნას რა. და ხოლმე გაითვალისწინოთ ის, რომ ეს მე ვარ ჩემს ეთერში. ეხლა ვიღაცა გამოხტება, არ გიცნობ, არ მიცნობ, ვკითხულობ, ვარჩევ ჩემებურად, როგორც მე მესმის და შენ შემომივადი და ჩამთე, კაცო, ჯერ დამიკავშირდი, ვინ ხარ, გავიგო, რა გინდა. ჩამთე რა, კარგი ნინიას ბაღია მართლა? წადი და შენს ლაივზე ჩაერთო, კაცო, შენ არა გაქვს შენი გვერდი? და თუ რამის ჩართვა გინდა, აგერ კომენტარების სახით დაწერეთ რა. მართლა ნინიას ბაღია, ახლა შემოვიყვანო ვიღაცეები აქ ლაივში და ვასაუბრო მათი ხუშტურები? მე ჩემსას ჩემი ლაივი ხო არის ეს ხო არის ჩემი ლაივი? ხო ავაწყე ეს გვერდი არა? ეს ადვილი არ იყო რა. და ხომ ვაჟღერებ იმას, რასაც მინდა რომ ვაჟღერებდე. ხო და შენი ააწყე და შენს გვერდზე გააჟღერე ის, რაც გინდა რომ გააჟღერო. თუნდაც აიღე ეს ჩემი ლაივი და თქვი აი თამარ გეფართმა გააჟღერა ესე და ეს რაღაცები და მე მინდა მას უპასუხო. ადექი და შენი გვერდი ხო გაქვს, შენი Facebook-ი გაქვს, გააკეთე შენს გვერდზე ლაივის ჩაწერა ყველას შეუძლია ხალხო. აქ შემომივარდეთ და კიდე მე მეჩხუბოთ რომ რატო არ მრთავო? რატო უნდა ჩაგვრთო, მითხარი, ვინ ახარ რომ ჩაგვრთო? გიცნობ, მიცნობ, ვისაუბრეთ შენ რაღაცეებზე, საერთო აზრი გამოგვიჩნდა, თუ რა ხდება? არ ვიცი რა, ეს ხალხი მაგრამ და მე რომ საყვედურობს და რომ თან შეურაცხყოფას მაყენებს გესმის? ისეთ შეურაცხყოფას მაყენებს, რომ თვითონაც ვერ ხვდება, რა დებილობას ამბობს. ეხლა მე ქეთი ედუგენაშვილს ნამდვილად არ შეუვარდები იმაში, რა ქვია, Facebook-ზე და არ ვეტყვი, რომ შენ ჩამრთე შენთან თქო რა. გაიგე? არ შეუვარდები და არ ვეტყვი. რატო? იმიტომ რომ ის სხვა რამეს უბერავს და მე სხვა რამეს უბერავ. გესმით? და შენ თუ იგივეს უბერავ, რასაც მე და გინდა რომ ჩამერთო. მაშინ ნება იბოძე და დაელოდე, როცა დრო მოვა მაგის ჩაგრთა.
ჩვენ მივედით თავი მეშვიდესთან, ხო? მეგობრებო, იცი რა, მე მიყვარს გაწეწილი ხალხი რა, აი ესეთი ხალხი, ბუნებრივი ხალხი. ავდექი, არც დამივარცხნეთ თმები და არ ვივარცხნი ხოლმე მე თმებს საერთოდ. აი როგორ მომწონს ესე რომ უყურებ ჩემთვის თქვენ ვერ წარმოიდგინდა, თქვენ თუ არ მოგწონთ რა, თქვენ მოგწონთ ძალიან გაპარსული ხალხი რა. იმ დროს უყურებდი საჭესთან იჯდა გოგო. ბიჭო, აქ ხელები სერფ ყველაფერი აძრობილი ქონდა რა თმები. გაპარსულ ქათამსგავდა რა, რო იცოდეთ, გაპუტულ ქათამსგავდა. და ალბათ ის ფიქრობდა რომ რაბანჯგვლიანიაო ჩემზე რა. ხალხო, ბუნებრივი რაც გააქვთ, რატო ერჩით იმას, რას ერჩით, რატო არ მოგწონთ? ხო, რაც გაქვთ ბუნებრივი. აი მითხართ რას ერჩით თმებს? აი ხა, უყურე. მეც ვიპარსავდი ერთხელ. ვიპარსავდი კი არა, ვიძრობდი თმებს ხელებს. აი ესე, დავიჭერდი იმას ეპილატორს და ვიწვალებდი თავს რა. აი ხა უყურეთ რა. აი ეს თმები რო არ მქონდეს მე, ხო? არ ვიცი რა მომივიდოდა რა. გაპუტულ ქათამს ვემსგავსებოდი. როგორც დანარჩენები საქართველოს 90% გაპუტულ ქათამს გავგვანან. ბოდიშით, მაგრამ აი არ ვიცი რა, ბუნებრიობის შეყვარებას როცა დაიწყებთ, მაშინ მიხვდებით რომ ძალიან მაგარი რამე არის ადამიანის ქმნილება რა. კარგით, დავიწყეთ, ხმა ცოტა ის მაქვს ახლა. დაბოხებული მაქვს დილა, დამიწყნარდება და უთხრა უფალმა მოსეს. ჩვენ ნახეთ ესე იგი რომ მოსე ჩალიჩობს რაღაცეებს. აქ მართალია ენა ბრგვილია და ენა ბლუა, მაგრამ ღმერთი მაინც ჩალიჩება რომ შენ და არონმა და შენ ეტყვი არონს და არონი ეტყვის ხალხს და შენ გამოგიყვანთ, მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტიდან და მე ვარ მოსეს ღმერთი, მე ვარ იაკობის ღმერთი, მე ვარ აბრაამის ღმერთი, რომელთაც ვეცხადებოდი და ვუბურღავდი ტვინს რომ თქვენ იქნებით ქანაანის დედოფლები და მეფეები, წადით ქანაანში, მერე ქანაანიდან წავიყვანე ეგვიპტეში რომ იქ იქნებოდნენ ისინი და ეგვიპტეში დაემკვიდრებოდნენ და ეგვიპტეში იცხოვრეს და ვერ დაემკვიდრდნენ და ეხლა მე შენ გეცხადები მოსე და შენ უნდა გითხრა რომ ის ხალხი ეგვიპტიდან უნდა გამოგაყვანინო და წაგაყვანინო ისევ ქანაანში. მოკლედ ვერ ხვდება ვერც აბრაამი, ვერც იაკობი და ვერც ეს მოსე. იოსებმა კი თავისი გაიცორა, მაგრად მოაჯდა იმ ქვეყანას. ხო და ბოლოს მოკვდა ეს იოსები და დარჩა ეხლა ეს მოსე. და მოსე ვერ ხვდება იმას, რომ ეს ღმერთი მაგრად ეკაიფებოდა აბრაამსაც და იაკობსაც რა. და თვითონაც ეხლა გამოიცხადა და ტიპი ეუბნება, ენა ბრგვილი ვარ, კაცო, რა გინდა ჩემგან. წადი ვინმე სხვა ვერ ნახეთ. არა, შენ ეტყვი არონს, არონი ეტყვის ხალხს, ხალხისთვის არონი იქნება თარჯიმანი და შენ იქნები როგორც ღმერთი. აი ესეთი ტვინ ღრძო ღმერთი არის და უღრძობს ეხლა მოსეს ტვინს. გამოდიან ეხლა მიდის ფარაონთან, ჯერ ხო გაქცეულია ეს მოსე. კაცი მოკლა, ფარაონი დასდევს მოსეს და უცბად რამდენიმე წელი მოწყდება ეს მოსე და მერე ისევ გამოიცხადება ღმერთი და ეტყვის რომ შენ უნდა წახვიდე ისევ ეგვიპტეში და შენ უნდა გამოიყვანო ის ხალხი ენებრგვილმა. შენ მართალია ვერ მოგისმენს, იმიტომ რომ ვერ ლაპარაკობ, მაგრამ შენ ძმას მოусმენენ აარონს. ხო და მოსეთან ხდება, მოჩხიბავს მოსეს, მაგრად ეს ღმერთი და თანაც სახელზე უგნება ჩემი სახელია უფალი, რომელსაც არ გამიმხელიაო ჩემი სახელი ჯერო. და მოიხიბლება ეს იმ უფლით, აგერ უფალს ქვია ელ-შადაი და წავიდა ეხლა მოსე, მივიდა ფარაონთან, ეხლა ფარაონი აღარ ეძებს, დაავიწყდა ის რომ ეძებს მოსეს. ხო და ეუბნება ფარაონს, რომ შენ ეს ხალხი უნდა გაათავისუფლო და ეს ფარაონი უნდა შენ გიჟი ხო არ ხარო ბიჭო, რეებს მელაპარაკე რა ღმერთი, რის ღმერთი, წადით რა მომშორდითო რა აქედან რა, აწიო, მე რასაც გამუშავებდითო, იმაზე გაგიორმაგებთ სამუშაოზო და წავა და ამ ხალხს, ამ ისრაელიანებს ორმაგად დაასაქმეს. თქვენ ზარმაცობისგან ტვინი აგერიათო და ეხლა მე გაჩვენებ თქვენ სეირს. წამოვა ეხლა ეს მოსე და მართლა აუჯანყდება ეს ხალხი რა შეაძურა ამ ფარაონს ეს ჩვენი თავიო და ეს ღმერთთან წავა და ღმერთთან დაიჩიორეს რომ ღმერთო რატო განმირისხე ხალხიო და ღმერთი მე მაგათ ვაჩვენებ სეირსო. ეხლა ნახეო გავწყვიტავო მე ეგვიპტესო და მაგარი ღმერთია ეს რა და წამოვა ეხლა უთხრა უფალმა მოსეს იცოდე ღმერთად
დამიდგენი ხარ, ღმერთად დამიდგენი ხარო, გაიგე? ღმერთმა უთხრა მოსეს. უთხრა უფალმა მოსეს. იცოდე ღმერთად დამიდგენი ხარ ფარაონისთვის, შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება. შენი რაღა ქადაგი ბარემ ეს აარონი დაედგინა იმ ხო, მაგრამ არა მოსე განსაკუთრებით ენა ბრგვილია. ღმერთმა იცის, რომ მოსე ღმერთს ვერ შეეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კომპლექსები აქვს. კომპლექსიანი ხალხი უყვარს ღმერთს. იცი რატო? მაგრად იმორჩილებს რა. აი აღიარება მნიშვნელოვანი. სხვათა შორის აღიარება გაჟღერდა ზუსტად იქ, სადაც მე შემომთავაზეს იქ იმაზე, რა ქვია, თანამდებობა რო შემომთავაზეს, ისეთი თანამდებობა შემომთავაზეს, რომ ხალხს დავიცავდი მაგის დედავატირე თავებს ავაცვლიდი ყველას თითქოს რა. და აღიარებაც გაჟღერდა, რო იცოდეთ რა. აღიარონ მაგალითად თავიანთი თავი, ბიჭო. თავიანთი თავი აღიაროს ყველამ თავისი თავი. თავისას რო აღიარებს, მერე აღიარებს სხვასაც რა. ჯერ თავისი თავი ვერ უღიარებია კაცობრიობას, წარმოგიდგენეთ რა ჭაობში ზის. მე რაში მჭირდება ვიღაცა ბინძური ადამიანის ღიარება, ბიჭო და აღიარება. მე მაღიარა თვით ქრისტემ. და შენ გინდა ხა მითხრა რომ შენი აღიარება მჭირდება მე? ან შენი აღიარება ვიღაცის? წადი რა შენი თავი აღიარე ბიჭო ვიღაცა ხარ. შენი თქვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან. რატო? აარონთან გამოცხადების ეშინია? ეს მაგარი ბანძი ღმერთია, იმიტომ რომ მაგრად ეშინია ჭკვიან ადამიანებთან გამოცხადება რა. ეცხადება მხოლოდ აი იმ ხალხს, ვისაც აღიარება აკლია. ეცხადება მხოლოდ ისეთ ხალხს და ტვინს უბურღავს. ეგრე იყო თამართანაც რა, რო იცოდეთ რა. თამარ მეფე რო გაამეფეს, თამარს აკლდა აღიარება. რატო აკლდა აღიარება? იმიტომ აკლდა თამარს აღიარება, რომ ამ კაცურ სამყაროში ვინ ჩემი ფეხები იყო თამარი მაშინ კაცებისთვის. არავინ არ იყო ბიჭო და თამარი რო შინაგანად ყველაზე ძლიერი იყო, ამას ვერ აღიარებდა ხალხი. და დაუდო მასტერი თამარმა და ბოლოს რა ქნეს იცი? ბოლოს რა ქნეს იცი? მეფობა ჩამოართვეს დედამოწყნულებმა. ეტყვის რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან. შენ ვერ ეტყვი ბანძო ღმერთო? შენ ვერ ეტყვი? თუ ენა არ აგაქვს და ფეხები არ აგაქვს რომ იხვიდე აგერ ფეხებთან არ დაგიგდო? იმან ციფორამ თავისი შვილის ჩუჩა, სისხლიანი ჩუჩა, ფეხებთან არ მოგიგდო შე ბანძო ღმერთო? ბანძები ეგენი. ყოვლად ბანძები. აგერ წერია. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს. ფეხებთან დაუგდო და თქვა სისხლიანი სიძე ხარ ჩემი. ეუბნება ღმერთს. გზაზე ღამეს რომ ათევდნენ დაუხდა მას უფალი და მოკლა დაუპირა იმ შვილს, გესმის? გეუბნება გაუშვე ჩემი შვილი რათა თაყვანი მცეს, თუ არ გაუშვებ მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს, ეუბნება ღმერთი, გაიგე? ღმერთი ეუბნება მაგას. აიღო მერე ციფორამ, ცოლია ეს მოსესი და მიუგდო ღმერთს ფეხებთან, აქვს, ფეხებიც აქვს, ენაც აქვს და თავიც აქვს. ადგეს და მივიდეს ფარაონთან და თვითონ ილაპარაკოს, რაღაცა ბრგვილ მოსეს უშვებს, ვერ გავიგე. ხო, იმიტომ რომ თავს წააცლეს ფარაონი ეგეთ ღმერთს, რომელიც მოსეს ღმერთად ეცხადება და აჯერებს იმაში, რომ მე ყოვლად შემძლევარ, გველი ჯოხი გადაუქცია გველად, რაღაცები მოაჭო, ფოკუსნიკობები გაუკეთა და მოსემაც დაიჯერა, რომ ეს ღმერთია რა. არ მოგისმენთ ფარაონი მაშინ ხელს მოუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელის ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულ ჩემს ელს ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან. თუ შენი რჩეული ერია, იქვე დაატიე, სადაც არიან და იქვე მოუწყე ხელი შებანძო ღმერთო. გაიგებს ეგვიპტე რომ უფალი ვარ, როცა მოუღებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს. მართლა? ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც ბრძანება ჰქონდათ მათთვის უფალს ისე მოიქცნენ.
80 წლის იყო მოსე და 83 წლისა აარონი როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს. თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარით აარონს, აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს, გველად იქცევა კვერთხი. მივიდნენ ფარაონთან და მოსე აარონი და რაღაცა ისა აქვს რა, ამ ხრიკი აქვს, ამ ვიღაცა ფოკუსნიკს მოგონებული, ამ ჯოხს აქცევს გველად და ფარაონთან იგივე გააკეთეო რა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ეს ჯოხის გველად გადაქცევა, არ ვიცი რა პონტია, რა სასწაული ეგ არის, მაგრამ რა ვიცი, რაღაცა მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, ეთქობა, ერთი წუთით მოვა. ხო, მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს და იქვე იქცა გველად. უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს და მათაც ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს. ხო გითხარ, ჯადოქარი ვიღაცაა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ფარაონის კარზე ჩვეულებრივი მომენტი იყო და აგერ მოსეს აბოლებდა ეს ვიღაცა კაცი, რომ აიო ღმერთი ვარო, ნახეო, გველად გადაგიქცე ჯოხი და იმისმა ჯადოქრებმაც იგივე გაუკეთეს. ანუ ისინიც ღმერთები არიან? ჰუ. მოისროლეს თავთავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად, მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. საქმე მომხდარა. გაუსასტიკა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. უთხრა უფალმა მოსეს, გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხი გაშვებაზე. გაუსასტიკა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. საქმე უქნია, გაიგე ღმერთს. გაუსასტიკა გული. რატო არ მოულბო გული? გული მოელბოდა, რაღაც სხვანაირად მოქცეულიყვნენ. უთხრა უფალმა მოსეს, გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე. წადი დილით ფარაონთან, წყალზე გამოვა და შენს დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. უთხარი უფალმა ებრაელთა ღმერთმა გამომგზავნა თქო შენთან, გეუბნება გაუში ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანის მცეს. ყურს არ მიგდებდი აქამდე. თაყვანი მე უნდა მცესო ეხლა ღმერთმა, გაიგე? ფარაონს აღარო, ეხლა იმ ღმერთს უნდა სცენ თაყვანი, ვიღაცას ხო უნდა სცენ თაყვანი. ისი არ გამოვა რა, ცხოვრება თურმე რა. ასე თქვა უფალმა ამით მიხვდებით რომ უფალი ვარ. ამ კვერთხს ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა. ნილოსის წყალი დღესაც წითლდება ხოლმე, რო იცოდეთ რა და მაშინაც წითლდებოდა, ეთყობა რაღაცა სასწაულებრივი ბუნებრივი მოვლენა არის და ეთყობა ის დრო აირჩია იმან. და იმათ ეგონათ მართლა იმ კვერთხმა გადააქცია ის ნილოსი წითლად. გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. რა კარგ რაღაცებს აკეთებს ეს ღმერთი, მოკლედ ასეთ სასწაულებს ახდენს და ისეთი სასწაულების მოხდენ არ შეუძლია რომ ამ ხალხს ყველას გული მოულბოს, სიყვარული შეიტანოს, რაღაცა ერთმანეთი შეაყვაროს. ეგ არა. იქ იმას მოკლავს, იქ ნილოს გაწყვიტავს ნილოსში მაცხოვრებლებს, მდინარის მაცხოვრებლებს. მოკლედ რა, ძალიან სასწაულებრივი ღმერთია, მაგრამ ამ სასწაულს ვერ ახდენს რომ ადამიანებს ერთმანეთი შეაყვაროს რა, მაგის დედავატირე. უთხრა უფალმა მოსეს, ასე უთხარი აარონს, აიღე თქო შენი კვერთხი და მოუღერე ეგვიპტის წყალმდინარეებს და ნაკადულებს, ჭაობებს და წყალთა ყოველ შესაკრებელს და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება თქო მთელს ეგვიპტეს ქვეყანაში, ხეში და ქვაში. მეტი ვერაფერი მოიფიქრა ამ ღმერთმა. ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისგან ქონდათ ნაბრძანები, მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონსა და მის მსახურების თვალწინ და იქცა სისხლად ნილოსის წყალი. ამოწყდა თევზი ნილოსში, ყოჩა დაუკრა ღმერთს. ავაღიაროთ ეს ღმერთი, რომ ძალიან მაგარი ღმერთია. ყოჩა ღმერთია.
ხო შენი პრობლემაა ეგ რომ გაღიარონ ხო და აჰა გაღიარეთ ყოჩახ მაგარი მკვლელი ვიღაცა ხარ ამოწყდნენ თევზები ნილოსში აყროლ და ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში ყოჩახ მეფე ყოჩახ კარგი ღმერთი ხარ ძალიან კარგი ისეთ სასწაულებს ახდენ რომ გამაკვირვე გამაოცე პირდაპირ იგება მოიმოქმედეს ეგვიპტელებმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით იგივე მოიმოქმედეს იმათმაც რო გაიგე ანუ განსაკუთრებული ღმერთი ვერ ყოფილიყარ ღმერთო ბოდიში ყველა დაგიკარით ტაში გაუსასტიკა გული ფარაონს და არ უსმინა მათ როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ყოჩა ღმერთო ყოჩა კარგი ხარ გულების გასასტიკებაში კარგი ხარ ყოჩახ მიყვარ ხარ პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში არც მას შეუძა ძრავს მისი გული იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ სასმელი წყალი რომ ეპოვათ რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს შევიდა 7 დღემდე განლო 7 დღემ განლო მას მერე რაც უფალმა დაჰკრა ნილოს დაჰკრა ნილოს წითლო და ქსია წყალი ყოჩა ღმერთო რა კარგი ხარ რა მაგარ საქმეებს აკეთებ ღმერთო გადარეული ვარ შენი ქმედებებით ტიტუ და უთხრა უფალმა მოსეს წავედი თავი მერვეზე მიდი ფარაონთან და უთხარი ასე ამბობს ხო უფალი გაუშვი ჩემი ხალხი რათა თაყვანი მცენ თუ უარს იტყვი გაშვებაზე გომბეშოებით მოუწყლავ მთელს შენს ქვეყანას ყოჩა ღმერთო ამდენი რამის გაკეთება შეგიძლია ადამიანების ჭკუაზე მოყვანა ვერ შეგიძლია გომბეშები აუფუთფუთნენ ნილოსში ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს შენს საძილე ოთახს აუ გადაირება ფარაონი საძილე ოთახს მნიშვნელოვანია საძილე ოთახი შენს საწოლს შენს მორჩილთა სახლებს შენს ხალხს შენს თონეებსა და შენს ვარცლებს ხედავ რითი აშინებს ყოჩახ ღმერთო მაგარი მშიშარა ყოჩახ შიშით მოქმედებ ყოჩახ ტას გიკრავს შენი თამარი ფუი ეშმაკს პირდაპირ ეშმაკი ელაპარაკება ამათ აი ეს არის ეშმაკი ვინც ლაპარაკობს ახლა მოსესთან რა ეხლა ადექით ებრაელები და თავზე დადექით თუ გინდა რა გეუბნებით ვინც არის და არ გჯერათ და ნუ გჯერათ ემსახურეთ ეშმაკს თუ გინდათ თუ არ გინდათ მოდით გონს რა შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ ეთყობა გომბეშოების მაგრად ეშინოდა იმას შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს უთხრა უფალმა მოსეს უთხარი აარონს მოუღე კვერცხიანი ხელი მდინარეებს ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა იგივე მოიმოქმედა გრძნეულთა თავიანთი ჯადოსნობით ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად იგივე მოიმოქმედეს იმათმა ჯადოსნობით ნახე გრძნეულებმა იმათ გრძნეულებს უწოდებს და ამას არა ეს ღმერთის საქციელებია იქ გრძნეულება და ისინი გრძნეულები არიან იგივეს უაკეთებენ აბა ბიჭო ეკლესიაში რაც ხდება ის ეკლესიაში რომ ჩხიბაობები ხდება ის კარგია და ეკლესიის გარეთ რაც ხდება ის ცუდია ასე მიპასუხა სხვათა შორის ერთ-ერთმა ბერმა როდესაც უთხარი რომ თავისი ხელით ამ ჩხიბავეს მეთქი ხალხი და აგერი იმ ეკლესიაში სადაც ღვთისმშობლის ეკლესია უნდა აშენდეს რომ ამბობენ თითო ლარებით აყიდინეს ქვები და ქვებზე დააწერინებიეს თავიანთი ნათესავების შვილიშვილების სახელი და გვარები და ჩააყრევინეს საძირკველში თავიანთი ხელით დაამარხვინეს იმ საძირკველში ის ხალხი ვინც ახლა ისე უყურებს ჩემს ლაივებს და ვერ ხვდება გაგნებაში არ არის ასოქეთი იმიტომ მკვდარია ზომბირებულია უკვე აზერზე ვერ მოდის იმიტომ რომ ჩხიბაობა გააკეთებინეს თავიანთი ნათესავების ხელებით ავტობუსების ორგანიზება გაუკეთეს და ხალხი წაიყვანეს იქ ამაზე ჩავწერე მე ლაივი ადრე იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა შევედრეთ უფალს რომ მოგაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს მაშინ გავუშვებ ჩვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს უთხრა მოსემ ფარაონს მიბრძანე როდის შევევედრო შენს
შენთვის და შენს მორჩილებისთვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ. გარიგება ხდება მეგობრებო, აქ ეხლა გარიგება. უთხრა ხვალ, უთხრა მოსემ, შენი სიტყვის ხვალ რატო დღეს არა, რატო ეხლავე არა რა, ისე გადა გომბეშოების ყურება უხარო და თუ რა ხვალ რა იყო ეხლა ვერ გავიგე. თუ ღმერთს დაეზარებოდა მოსვლა. თუ ღმერთი მუშაობდა და არ ეცალა, მოკლედ რა საინტერესო რაღაცეები წერია ამ წიგნში. ხვალ, უთხრა მოსემ, შენი სიტყვის ამებრ იყოს, რათა იცოდე რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს. აბა ბიჭოს ვერავინ შეედრება, მაშა გომბეშობის მოგზავნა შეუძლია შენ ღმერთს. თითო რა სასტიკი ღმერთია. არა უფრო სწორედ რა საყვარელი ღმერთია, სიყვარული. მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილს და შენს ხალხს მხოლოდ ნილოსში დარჩებიან. გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისაგან შეხაღა და უფალს მოსემ გომბეშოების გამო ფარაონისთვის რომ ყავდა მისეული. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში. აქ ნილოსში უნდა შევისულიყვნენ ისევ. საინტერესოა. გროვება დაყარეს და აკოთდა ქვეყანა. დაინახა ფარაონმა სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაის სასტიკა გული. არ მოусმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდათ უფალს. უთხრა უფალმა მოსეს, უთხარი აარონს, მოიღე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს. ასე მოიღერა აარონმა კვერთხი ხელი და დაჰკრა მიწას და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყოს. მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში. ყოჩა ღმერთო, რა კარგი რაღაცებს აკეთებ, მოკლედ გაოცებული ვარ შენი ჯადოქრობებით. იხმარეს თავთავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყს. უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს, ეს ღვთის ხელია. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი როგორც ნათქვამი ჰქონდათ უფალს. უთხრა უფალმა მოსეს, წადი დილა ადრიან და წარუდეგი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა. უთხარი, ასე ამბობს თქო უფალი, გაუშვი ჩემი ხალხი რომ თაყვანი მცესო. წყალი, რომელ წყალზე უნდა ჩასულიყო, ის წყალი ხო გააყროლა და თან გომბეშოები ყრია ყველგან. ეხლა ეს ფარაონი მაინც დასეირნობს თუ რა ხდება? სცენარის ავტორო, ცოტა რაღაცეებში შეგისწორებდი რა. გაუშვი ჩემი ხალხი რომ თაყვანი მცეს, ბიჭო რა ვეღარ გააშვებინა, ბაყაყები მოავლინა, მუმლი მოავლინა და რაღა ვეღარ ჩაარტყა ფარაონს თვითონ თავში და ვეღარ გააგებინა, რომ თვითონ ვერ გააგებინა ამ ფარაონს. არა რა, ძალიან საოცარია რა. თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენ ხალხს, შენ სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები. იცი აქ რა მოხდა მეგობრებო? ეხლა გეტყვით აქ ზუსტად რა მოხდა რა. ღმერთის ხელი კი არ ურევია აქ. აქ ურევია ბუნებრივი მოვლენა. ესე იგი ნილოსში გაწყდა რაღაცა მოხდა ნილოსში რა. როგორც ჩანს რაღაცა მოხდა ნილოსში. ამან გამოიწვია მთელი ფლორა და ფაუნის ქაოსი. გომბეშოები ამოვიდნენ ნილოსიდან, თავისთავად მოხდებოდა ღმერთი კი არა, ამას ახდენს ვითარება რა. თავისთავად მოხდებოდა ეს გომბეშოები ნილოსიდან ამოსურები, ყველა რა თქმა უნდა მიწაზე გადმოვიდა, ხო? ეხლა საინტერესო ის არის, რომ გომბეშოები თუ მოკვდნენ ამ მიწაზე და გაწყდნენ, იმიტომ რომ იმ წყალში ვეღარ იყვნენ გომბეშო სიცხეში ვერ ცხოვრობს. თავისით მოკვდებოდნენ ეს გომბეშოები ისედაც ღმერთისთვის რო არ ეთხოვათ ამათ და რაღაცა ფოკუსნიკობები რო არ გაეკეთებინათ. გომბეშოები ჭამენ ბუს. რაც ის გომბეშოები გაწყდნენ, ბუზი ვეღარ შეიჭამა და ეხლა თავისთავად ბუზი მოვიდოდა, ხო? მუმლი არ ვიცი რა არის ვაფშე მუმლი. მუმლი არის ხავსი? რაღაცაა მუმლი მუხასაო, რაღაცაა მუმლი რა არის? ერთი წუთით. ნახოთ, მაინტერესებს. მუმლო, მითხარ რა ხარ მუმლი? სხვადასხვა მნიშვნელობის არის ქართულშიო. ესე იგი, ყველაზე გავრცელებული ფორმა არის
ბუზის მსგავსი მწერი, პატარა ფრინავი მწერი, ხშირად ჭაობიან ან ნესტიან ადგილებში, ზოგ რეგიონში კოღოს ან წვრილ მწერსაც ეძახიან. ანუ მუმლი, ხო? თავისთავად ეხლა კოღოც იქნებოდა, მუმლიც იქნებოდა და ბუზიც იქნებოდა, გომბეშო თუ გაწყდა. ეხლა ვისაც ბუნება არ ესმის, იმას მართლა სასწაული გონია და სინამდვილეში აქ ბუნებრივი მოვლენა მოხდა. რაღაცა მოხდა ნილოსში, აშკარად რაღაცა დაწყევლეს ეს ნილოსი, ამ ჯადოქრებმაც და იმ ჯადოქრებმაც, იმ ღმერთმა ჯადოქარმაც და ამ ფარაონის ჯადოქრებმაც და მოკლედ გამოიწვია მთელი ქაოსი. მთელი ქაოსი გამოიწვია ფაუნაში. ეხლა თუ არ გაგიშო ჩემი ბუზანკალებს მოგისეო, ხო? გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე უფალი. გამოვარჩევ ჩემს ხალხს, შენი ხალხისგან ხვალ მოხდება ეს სასწაული. გინდათ გითხრათ აქ რა სასწაული მოხდა? იქ ბუზი რატო არ შევიდა, გინდათ გითხრათ? ის უფალი კი არ არის იქ შუაგულში, არამედ იქ არის რაღაცა ენერგეტიკული ამოტუმბვა ხდებოდა, სადაც ბუზი ვერ შევიდოდა, იმიტომ რომ იქ ენერგეტიკულად დაბლოკილი იყო. ბუზიც, მწერიც და ასე შემდეგ. ეგეთი მსგავსი ხრიკები დღესაც აქვთ ეხლა ხალხს ჩვეულებრივად ახერხებენ, რომ არ შევიდეს რაღაცა ადგილი ისე დაბლოკონ ენერგეტიკული ველით, რომ იქ ვერ შეაღწიოს ვერც ერთმა მწერმა და ვერც ერთმა სიცოცხლის არსმა. ასეც გააკეთა უფალმა, შეესია, ის უფალი როგორ შენს იცი როგორ ფეხებიანი უფალია, სისხლიან ჩუჩას რომ მიუგდეს ციფორა. ისეთი უფალია, რომელსაც აქვს ტექნოლოგიები. ანუ ანქელიოსები ჩამოსულები ხო არიან იქ ნიბირუდან უკვე ვიცით. აი ის არის, რომელსაც ჯადოქრობები ძალიან ადვილად შეუძლია ესე თითის გაქნევაში, მაგრამ ადამიანებთან ლაპარაკი მას არ შეუძლია როგორც ჩანს, იმიტომ რომ იმ სასწაულის მოხდენა არ შეუძლია, რომ ფარაონს უბრალოდ მივიდეს და დაელაპარაკოს თვითონ. და ხალხი გაუშვას ამ ბუნებას რო არ დაეტაკოს და რაღაცა ჯადოქრობები რო არ გააკეთოს იმის გარეშე რა. ასეც გააკეთა უფალმა, შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალთაგან. ეხლა საინტერესოა, იცი რა, ნილოსი, აქ თუ ფუტიეთში ახლოს ვართ, ნილოსის შესაძლებელია არის მდინარე, რომელიც ჩამოედინება ფუტიეთთან ახლოს, რომელი მდინარე ჩამოედინება, აბა, გამოვიკვლიოთ ეხლა, ხო? ხოტეურა. რაღაც დინარე აშკარად იქნებოდა იქ. უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა, წადით შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთებს ჩვენს ქვეყანაში. ხო, ეს წინა იმაში შეხვდა, რომ ფუტიელი ქალი მოიყვანა ცოლად და რა უნდოდა ეგვიპტეში, იქ ნილოსი, სადაც ეხლა დღეს ვითომ გვისახავენ, რომ ნილოსი და იქ ეგვიპტიაო, იქ ფუტიეთი. გამაგებინეთ, ფუტიეთი არის რაჭაში. აი ნახეთ. ეს ადამიანი ვინც ციგნი დაწყება, მამა ავთანდილ გიორგობიანი იყო ფუტიეთიდან. ბებია ჩემი ანა გიორგობიანის ფუტიეთიდან იყო. უთხრა მოსემ, ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლია ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლი შეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ. წადით შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაშიო. რათ უნდა ამ ღმერთს მსხვერპლი გამაგებინეთ? რათ უნდა ამ ღმერთს სისხლი? რათ უნდა ხალხო გამაგებინეთ, რაში სჭირდება? სვავს? ვერ ვიზავთ ამას, მოსე ახლა ეუბნება რა? წარმოიდგინეთ, რეები მოხდა, ეგვიპტელების თვალწინ რეები მოხდა და ამ ღმერთმა ბრჭყალებში ჩავწვა და ღმერთმა მოახდინა ვითომ ეს რაღაცები და ეხლა ეუბნება მოსე რომ ვერ ვიზავთ მაგათო, ისინი ხო ჩაგქოლავენო. აი რა ხალხო? აი ახლა აქ რომ შემოვიდეს ვიღაცა,
აი ეს რაღაცები გააკეთოს, გომბეშოები მოიყვანოს, ბუზები მოიყვანოს, ის მოიყვანოს და დამანახოს სასწაულები რა და ეხლა ღმერთი უბრალოდ უთხარი მაგ თამარს რომ ისე ეხლა გააკეთოს დამიკლას ქათამი და მოსემ რომ უთხრას არა ვერ ვიზავ მაგას კაცო ხო ჩამქოლა თამარმა თამარი გაშტერებული იყურება ესე რომ აუ ბიჭო ეს რეები მოახდინა მოსეს ღმერთმა და ეხლა მოსე ეუბნება ხო ვერ ვეტყვი მაგას კაცო ჩამქოლავს თამარი ქათამს არა როგორ დავაკლევინებ ხარ ჩამქოლავს თამარი არ შეშინდება ღმერთის ვერ გაიგებს ვინ ახარ ხო სასწაულები დაინახა მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგებს ვინ ახარ აი ალლა ოთხარ ყველანი რა უთხრა მოსემ ვერ ვიზავთ ამას თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის სისაძაგლე მსხვერპლს შეწირვა მათ თვალწინო ესე იგი იმათთვის სისაძაგლე იყო რასაც ესენი აკეთებდნენ და რეალურად სისაძაგლია რა ეგვიპტელები რეალურად მართლა აზროვნებენ ეს ხალხი როგორც ჩანს რა მსხვერპლს შეწირვა ხალხი გიჟები ხო არ ხართ თქვენ 3 დღის ავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლის უფალს. ჩვენს ღმერთს როგორც თავად გვიბრძანეს. ხანდახან გული მერევა ამ დებილურ სცენარზე რა. უთხრა ფარაონმა, გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ, ილოცეთ ჩემთვის. აუ რა დებილური დიალოგია ღმერთო ჩემო გალ. აუ კაით რა ხალხო რა. ილოცეთ არა ის ბაყაყი კიდე რა. ხო, მონები ილოცებენ თავიანთ ფარაონზე, თავიანთ მეფეზე. უთხრა მოსემ, აჰა, გავდივარ შენგან და შებებედრები უფალს რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალები ფარაონს. მის მსახურებს და მის ხალხს, ოღონდ აღარ მოიტყუო ფარაონ. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად. ფარაონმა არ უნდა მოიტყუოს, ღმერთმა უნდა მოიტყუოს და ფარაონმა არა, ხო? გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს. შეიწყნა რა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალები ფარაონს. მის მორჩილს და მის ხალხს, ერთიც და არ დარჩენილაო. გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერად და არ გაუშვა ხალხი. ეს ფარაონიც მაგრად ვერ არის. ხალხო რას ეკჩით ამ ხალხს, რა დებილები ვით გამოგყავთ ამ სცენარში, კარგით რა. რა არის მარინოს რა ხდება? გული არაგერიათ ხა ამ დებილობაზე გული არაგერიათ ამ ერთ თავში რაც წავიკითხეთ თუ ორ თავში მაგრად გული ამერია უკვე ამ ღმერთზეც და ამ ფარაონზეც და ამ მოსეზეც და ყველაზე აი ხა ვინც მოხსენიებულია ბოდიშით რა გული უნდა ავიდიო ხა წავედი ჩის აუ ხალხო რა არის ეს რა ძალიან გთხოვთ რა ეს რა არის ხალხო რა ეს რა წიგნი გვიდევს წინ რა ღმერთო საწუწყობდით რა სიბნელაში ღმერთო როგორ მესმის შენი იესო ქრისტე როგორ მესმის ღმერთო აი ამ სიბნელეში მყოფი ხალხი აცვავდათ ქრისტეს ჯვარს აფარა იქნებოდა ეს რეები წერია ხალხო გამოყლევდი უკაცრავად რა რეები წერია ხალხო აქ რა არის ეს აი ეს ხალხი ამ ხალხისგან რას უნდა მოელოდე ამ ხალხისგან გამაგებინეთ ჯვარცმა კიდე კარგად ჩაუვლია ჯვარცმას რა ამ ხალხისგან ვინც ამას კითხულობს სიბნელეში კი არა არ ჯოჯოხეთში აღარ ქვია ამას არის რაღაც იმაში კაფსულაშია მოთავსებული სადაც ვერ გამოდის მისი მოკლე ტვინი გათიშულია რა ცაკ გათიშეს და მორჩა ეხლა მეგობრებო წავედი რა იფიქრეთ რა ცოტა იფიქრეთ რა ხდება რა არის ხალხო რა არის ეს რა წიგს გვატენით ხალხო რა არის ეს